ბრძოლა პირველობისათვის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში გრძელდებოდა. პილოტირებული მისიები მთვარეზე, ურიცხვი რაოდენობის კოსმოსური ბლოკბასტერები. ამ ყველაფერმა ასტრონავტები გმირებად, უშიშარ და მსოფლიოში ყველაზე უფრო საინტერესო ადამიანებად აქცია. საბჭოთა კოსმონავტმა ალექსანდრე ლეონოვმა კი თქვა, ასე მგონია რომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა მრგვალი, სანამ კოსმოსიდან დედამიწას დავინახავდი. პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, ვოსხოთ 2-ზე გვარდით მიმაგრებული ასტრონავტი 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა ხომალდის გარეთ. კაფსულაში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ სკაფანდრი გაბერილი იყო და ლუქში ვეღარ ეტეოდა. ამიტომ ცოტა ჰაერის გამოშვება დასჭირდა. ბეწვზე გადაურჩა დაღუპვას. ამერიკელ ჯიმ ლოუელს კი ეკუთვნის ცნობილი ფრაზა „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს“. ლოუელის გვარის გაგონებაზე ყველას თომ ჰენქსი გვაგონდება, რომელმაც ფილმში აპოლონ 13 მისი როლი შეასრულა. ამ ასტრონავტმა ორჯერ იფრინა მთვარისკენ, თუმცა ვერასოდეს დაეშვა მასზე. ფრენის ორმა დღე-ღამემ აპოლო 13-ისთვის მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ჩაიარა. აპოლონ 13-ის ისტორია შორს აგვიყვანს. ეს მისია ტექნიკური ხარვეზებით იყო სავსე, თუმცა ცოტას მოგიყვებით. 1970 წლის 13 აპრილს, როცა ხომალდმა უკვე 330,000 კილომეტრი იფრინა, ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება მოხდა. წყობრიდან გამოვიდა სამართავი ნაკვეთურის ოდისევსის კვების წყარო. ბევრი წვალების რისკისა და კრეატიული იდეების ჩართვის შედეგად ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. გამოძიებამ კი თქვა, რომ ჟანგბადის ბალონი ნომერი 2 დამამზადებელ ქარხანაში მცირე სიმაღლიდან ჩამოუვარდათ და ეს ამბავი დაიმალა. ეს კოსმოსური უბედურებაც დუმილმა გამოიწვია. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.